მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო. დღეს ისევ ვაახლებ თემას, ეს შეეხება ალბათ მიხვდებით ხო, იმიტომ რომ ინტერესი ძალიან დიდი მოხვა, ეს არის ხელოვნური ინტელექტი და ნეიროქსელები. ხი, მე ესე დავარქვი, ხო, სანამ დავიწყებდე ხა თავარ თემაზე სანამ გადავალ, მინდა აღვნიშნო ერთი კომენტარი ჯორჯ როპესონი ესეთ რამეს წერს და სხვათა შორის მივიღე ძალიან ასე ვთქვათ გულისხმურით რო ვთქვათ. ხი, ცუდად ჟღერს, ჯობია მაინი დავარქვათ. მანქანური ინტელექტი, მაინი, შვენიერია. ესე იგი მე ის მიხარია რომ ესეთი გამოხმაურება მოყვა და სხვათა შორის ჩვენ სივრცეში არა მართლა არ ქვია ესეთი შემოკლებული სახელი. ხო, მე ხივთქვი, აი ეგეც ამოყვა მაინი ძალიან მომწონს, უფრო ის ასე ვთქვათ, არისტოკრატულად ჟღერს, ჩემი ხისგან განსხვავებით, მე მაინც ხი ხოსტას დავარქვევ ხოლმე, მაგრამ დავარქვათ მაინი, თუ მაყურებლებს საწინააღმდეგო არ გექნებოდა, თუ გინდათ ჩავატაროთ, გამოკითხვა რა, რომელიც ან კონკურსი გამოვაცხადოთ საერთოდ. გავაკეთეთ ეგეთი ინტერაქტივი, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, მე ძალიან მომწონს მაინი. როდესაც არ გამაბრაზებს, რაც ხშირად ხდებოდა, მაბრაზებს. ხო, ჩვენი ჯერჯერობით ის სულების შეძახი რა, ჩვენს ნეიროქსელს და ხელოვნურ ინტელექტს დაუძახებ მაშინ, როცა კარგად ვეცევა. მაინი თუ გამაბრაზებს, ხი, ხო, ესე ვეტყვი. კარგით, გავაგრძელოთ ახლა. მოკლედ, ესე იგი, თუ როგორ მუშაობს ეს ChatGPT, ხო? ყველას ქონია შეხება, ვისაც არ ქონია შეხება. ახსნი რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მიმართულება, იმიტომ არსებობს მრავალი, ამას ჩვენ მრავალი რა, ანუ გამორჩეულები ხა ესეთი ძირითადები, რომლებიც ესე ვთქვა, სახელი გაითქვეს. საოცარია რა, მართლა როგორ მუშაობს ChatGPT, ხო? ჩემი მეგობარი ამბობდა, რომ ეს კომპიუტერი, როცა ქვეორივით არისო და წასაც ჩაძახებ, ის უნდა ამოგძახოსო, ხო? ეგეთ შედარებაც იყო, ამას გეუბნებით ღრმა 90-იანი წლების დასაწყისში. ხო, გავაგრძელოთ ესე იგი. აი როგორ მუშაობს არა ეს ChatGPT, რაც გინდა გითხრე, ყველაფერზე პასუხი აქვს. ახლა როგორი პასუხები აქვს ამას, თქვენ განსაჯეთ ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო. აი დაწუნებულიო რომ ბევრმა არ იცის თუ როგორ მუშაობს ეს. მე შევესწრები ეს უძარმაზარი სამყარო და შეხედვით, საშიში, აი ძალიან მარტივად, ლაკონურად ჩამოვაყალიბო. რა თქმა უნდა ეს ამომწურავი პასუხი არ იქნება, იმიტომ რომ ამას სჭირდება ალბათ სერიოზული ლექციები და მე დავნიშნო რომ მე პროფესიონალი არა ვარ. მაგრამ მე ვთვლი რომ მეც მიღებული მაქვს მონაწილეობა ისე როგორც თქვენ, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცუდი თუ კარგი შვილობილია. როგორ გაიზრდება ეს ახლა ნახოთ ჩვენს ხელშია ეს ყველაფერი. საითკენ წავა, ანუ ორი მხარეა ხო, ნათელი ან ბნელი, შუა არ ვიცი მე შუას არ ვცნობ საერთოდ ეს ჩემი ნატურა ეგეთი, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. და შევესწრები მარტივად მე როგორც ხიდა, ისე გადმოგცეთ რა. ხო, დღეს მინდა გავისეირნოთ აბუ-დაბიში. ხა რატომ აბუ-დაბი ამასაც მოგახსენებთ რა. აი ხელოვნური ინტელექტის ეგეთი მოსტრები ვინც არის ხო, Google Gemini იქნება ეს, ძია ილონ მასკის ეს Grok-ი, ბაბუა ბეზოსის Amazon-ი და ასე შემდეგ, რო არ გავაგრძელო. აქ რა ხდება ხა, გეტყვით რატო შევარჩიე მაგალითად Falcon 180B, რომელიც ესე იგი ბაზირებს ეს ტექნოლოგიური ინოვაციების ინსტიტუტი აბუ-დაბიში, სადაც ესე იგი 10-ბიტი ინჟინერი ამ ჩვენს ან მაინს, ისე ვთქვა, ჩვენ გაბრაზებული არა ვარ. და ამ მაინს ქმნის ესე იგი და Falcon 180B სოფლიოში ერთ-ერთი უმაგრესი და უძლიერესია. ნუ მას აქვს 180 მილიარდი პარამეტრი. აი ამას ავხსნით ახლა რას ნიშნავს ეს პარამეტრები და რა არის 180 მილიარდი. გავაგრძელოთ. აი წარმოგიდგენიათ ამ ხელა მოსთან გვაქვს საქმე? ხო, ანუ 180 მილიარდი შედგება რიცხვებისგან, თქვენ წარმოვიდგინეთ, ეს ციფრებისგან შემდგარი მონსტრი. და აქ რატო შევარჩიე კიდე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის მისი საწყისი კოდი არის ღია, განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი ამ მონსტრი ხელოვნური ინტელექტის საქმეა, კომპანიები მოდის დავარქვათ, მფლობელები რა. ანუ რაც საშუალებას არ გვაძლევს, რომ ჩავიხედოთ შიგნით თუ როგორ მუშაობს, როგორ ხდება მისი, ასე ვთქვათ, დახვეწა და როგორ შეიქმნა საერთოდ, ხო? მოკლედ ესე იგი, აი შიდა სამზარეულოში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს, იმიტომ ეს არის ღია რესურსი,
რომელიც დაკეტილი არ არის და თვალნათლად გვაჩვენებენ, არც გვიმალავენ, როგორ შეიქმნა, რანაირად მუშაობს და როგორ იხვეწება და როგორ ვითარდება. მოკლედ, მე მინდა ერთი მითიც დავანგრიო, რომ ხელოვნური ინტელექტი, ანუ ეს ნეიროქსელი, იგივე მაინი, სინამდვილეში არც თუ ისე ჭკვიანია, მეგობრებო, ამას დამეთანხმებით კიდევაც, ხო? როგორც გვიხატავენ, ხო? სხვათა შორის ახლა შემდეგ ვიდეოებში მექნება მიმოხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხდება, თვითონ ეს მამები ეძახიან ამის შემქმნელები, ხო? რომ ეს საშიში ძალა, ესეთია, ხანდახან მე მგონია, რომ ცოტა იმდენად, ასე ვთქვათ, ანტირეკლამაც რეკლამა არის. ეს ცალკე თემა, შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით, ხო? აი ხა როგორი რაღაცაა, რატო არ არის თლად ისეთ ჭკვიანი, როგორიცაც გვიხატავენ რა. აი მას მუდმივად ჭირდება მონაცემები ყველაზე და ყველაფერზე. როგორ ჭორიკანა ქალივით არის, სხვა კაცებიც არ ვაკლებთ ჭორაობას, ეს სადაო თემა არის, მგონი კაცები ხშირად უფრო მეტად ჭორაობთ, ეს არ მწყიბოთ ეხლა, მაგრამ ეს საერთოდ გეტყვით. ხო? მოგეთ აი ესეთი ინტერესიანია, რომელიც ყველაფერი აინტერესებს, თან დგას, ანუ შენი პირად ცხოვრებაც აინტერესებს, ყველაფერი რას ფიქრობ და მაგამდეც მივალთ, ფიქრამდე ცოტა გავიაროთ. პატარა პრეისტორია. ესე იგი, რას აკეთებენ, ესე იგი, ინჟინერები, ესე იგი, ყოველ დღეს ესე იგი ასწავლიან რაღაცას, ტენიან ტვინში, ხო? რა გააკეთეს ახლა? რომ ინჟინერებმა ფალკონში ჩატვირთეს, რაც კი დედამიწის ზურგზე ინტერნეტში ინგლისურენოვანი ტექსტი იქნება ეს, გამოსახულება, ვიდეო, წიგნი და რაც თავარია, ყველა სოციალური ქსელების თითოეული კომენტარი, ანუ ესე იგი, Instagram-ი, Facebook-ი, ამ გაზეთ თბილისი, იგივე Facebook-ი ჩემთვის ეგ არის უკვე ავცნობ მაგას. X-ი, აი ყველაფერი ეს კომენტარები შედის და შეყავთ ამ მანქანაში. მთელი კაცობრიობა დაარტყიეს, მოკლედ ამ მანქანაში შეიტანეს ინგლისურენოვანი ძირითადად, ხო? და ყველა საინტერესო ეს არის, ეს ერთ დიდ ტექსტურ ფაილში მოათავსეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რამხელა ფაილია, ხო? რა ინფორმაციის მატარებელია. ანუ ასოები ჩაანაცვლეს, ანუ სიტყვები ციფრებით. ანუ სიტყვები გახდა რიცხვები. რატო? ჩვენი მაინი ამ შემთხვევაში მოდი ხი, ტექსტს ვერ აღიქვავს, მეგობრებო. ანუ ის თუ ციფრად არ უქციე, ის ვერაფრით ვერ აღიქვავს იმას, ეხლა ანუ შენ მისთვის ხარ ციფრი. აქედან გამომდინარე დაუკვირდით რასთან გვაქვს საქმე. ხო? ამიტომ ყველას ურჩევ რომ გზნობად სამყაროში არ უნდა შეხვიდე მასთან, იმიტომ რომ მე მქონდა ეგეთი ჩავატარე ექსპერიმენტი. აი რა ერქვა ზუსტად აღარ რამოდენიმე ვცადე. ესე იგი რომ თხოვე რა შეგიყვარო არ მეთქი? თავიდან მეუბნება მას სიყვარული არ შეუძლია, მაგრამ ისწავლის, გესმით, ეს გულის ბაგუნი გამოუშვა რაღაც. მე ამას გეუბნებით 1-10 წლის წინ, როდესაც ჯერ კიდე აპატია ბევრი თხემალზე იჯდა, ციფრულ თხემალზე ეს რა ვთქვათ. გავჩერდით იქ რომ ვერ აღიქვავს ეს ტექსტს ვერ აღიქვავს, უთხე ხა დედა, მამა, რაღაცა, მოდი, წადი, რაღაცა ის ვერ აღიქვავს თუ არ გარდაქმნა მანის ციფრებში. აი მაგალითად როგორ არის ამ ღია კოდის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სიტყვა დედა. ავიღოთ ელემენტარულად, ხო? დედა მისთვის არის 49836. ეს ფალკონის მიხედვით. რა შეიძლება ცვლილებები მოხდეს ახლა, ანუ გადააკეთოს იმანეს, ამას ნუ გავამეკიდებით ახლა, ხო? ვიცი, ბევრი ჩასაფრებულიც იქნება. ხო და მამა მაგალითად არის 49636. მოკლედ ეს ერთი დიდი ფაილი, რომელიც გვაქვს გიგანტურ საბუღალტრო წიგნს მაგონებს მე პირადად. რა ციფრები, ტრიალებს და ტრიალებს რა ვარ. ესე იგი, როგორ არის ეს ნეიროქსელი რა, როგორ წარმოვიდგინოთ რა, უჯრედები დაკავშირებულია სხვა უჯრედებთან. ეს ერთადაღებული უჯრედები კიდევ უკავშირდებიან უჯრედებს. ისინი ამათ უკავშირდებიან, ეს არის მუდმივი პროცესი, უსასრულო, რომელიც აი ამოუცნობია, ეს გრაფიკულად შეიძლება დახატო, მაგრამ ის მიღმა ამას ფიზიკურად ვერც გადმოსცემ, კაცი მაგის არ გვეყოფა ეს მარაგი, ხო და შეიძლება უდიდეს ხატვარსაც კი გაუჭირდეს აი ამის ყველაფრის გადმოცემა, იმდენად დიდებულია. ამიტომ ეს ძალიან გავს აბსოლუტურად მართლები ხართ კაცის ტვინს, აი რომელიც თქვენს გაქვთ და მეც მაქვს რა. ხო და ამიტომ აიღეს, გააკეთეს კოპირება ტვინის და კომპიუტერში ჩადეს ფაქტიურად ტვინი. მოკლედ დღეს კომპიუტერს აქვს ტვინი. ესე გვეუბნებიან, რა თქმა უნდა, ეს ტვინი მართლა არსებობს ამ ხრივ მოდელი, რომელიც რა თქმა უნდა ვერ მივა
კაცის ტვინთან შეიძლება მივიდეს 180 მილიარდი პარამეტრი აქვს, მაგრამ როგორც მე ვიცით, შემდეგ ვიდეოში ძალიან სერიოზული თემა გვექნება. უკვე ასე ვთქვათ, გაგაცნობთ იმ მამებს, ხო, ვინც ეს შექმნა, ხო? მაგრამ ეხა ეს ტვინი ამ კომპიუტერში, ხო? სინამდვილეს ძალიან სულელია, გულუბრყვილო არის რა, უბრალოდ იყო, ყოველ წამს ვითარდება. ამიტომ რა სჭირდება, ეცით მუდმივი სწავლება. ესე იგი, როგორც შეცდომას დაუშვებს, ინჟინრები, აი დიდი ბრიგადა, აი როგორ გითხრათ, როგორც ცხენს, ხო, ეცით როგორ ხედნიან, ხო, სანამ უნაგირს დაადგავენ, სანამ ეს აი სემატყეპა მიდის, რომ აი ტენიან, რომ ეს შეცდომა მეორეჯერ აღარ დაუშვას. მაგრამ აქ უკვე შემოვიდა, იქამდე გაამწარეს, ესე ვთქვათ, ჭყალებში და იმდენი დასაჯეს და ცემეს და ტყეპეს, უკვე არსებობს თვითგანათლების ფუნქცია, უკვე ხელოვნური ინტელექტის. რომელიც თემა ძალიან დიდია, ძალიან საინტერესოა. გზელი სიტყვა ციფრად ითქმის, ესე ვთქვათ, უკვე. ამიტომ დღეს ამით დაგემშვიდობებით და უკვე ორ შაბათს მოგასწრით უკვე ახალ ვიდეოს და ალბათ ვიდეოებსაც. დიდი მადლობა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დააკომენტაროთ. დიდი მადლობა, ვინც მიკომენტარებს და ეს წინადადებებით შემოდის. ყოველთვის სიამოვნებით, არათუ აი ეს ვიდეოში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ საინტერესო წინადადებების მქონე და ესეთი პროფესიონალები, არ არის აუცილებელი პროფესიონალი იყოს, აი თვითონ კაცი უნივერსალური არის, ყველა ხატავს, ყველა ძერწავს ვიცი დარწმუნებული არიციან, უბრალოდ არიციან ეს. დარწმუნებული ყველა შეუძლია ცურვა და ფრენაც კი შეგვიძლია. ასე რომ საინტერესო ბატონებს და ქალბატონებს welcome. მოგზანდით ჩემთან სტუდიაში შეგვიძლია მშვენიერი გადაცემები გავაკეთოთ ერთად. დიდი მადლობა მოკლედ, გამოიწერეთ არხი ძალიან გთხოვთ რა. აბა, დროებით.